გერმანიის მოქალაქეობის მქონე 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს ხანგრძლივი გამგზავრებისთვის ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა დასჭირდებათ. ასეთია ახალი ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ბერლინის მიერ შემუშავებული სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის კანონს დაემატა. ეს ნორმა სავალდებულო გახდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკობრივი კატეგორიის პირი გერმანიის ტერიტორიის დატოვებას 3 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში გეგმავს. 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონით ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო. კერძოდ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე. ბერლინში აცხადებენ, რომ კანონის მიზანია უზრუნველყოს ბუნდესვერის სრული შემადგენლობის სათანადოდ მომზადება, ასევე ბრძოლის უნარიანობის მქონე მოხალისეთა ჩართვა სამხედრო აქტივობებში. გერმანიის თავდაცვის უწყებაში აზუსტებენ, რომ სამხედრო სამსახური ჯერჯერობით არ არის სავალდებულო, ხოლო ახალი საკანონმდებლო ჩანაწერის აღსრულება ამ ეტაპზე არ დაწყებულა. ბერლინის ამ გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაც სხვა სახელმწიფოებზე თუ მსოფლიო მედია სივრცეში განხილვის საგნად იქცა, თუმცა ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებულ რეგულაციამდე ასეთი ზომის მიღებას უკვე დიდი ხანია განიხილავდნენ სხვა ევროპული სახელმწიფოებიც. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბური სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა ევროპის თავდაცვის უნარიანობის საკითხი, რამაც კვლავ აქტუალური გახადა ამ მიმართულებით წლების განმავლობაში დაგროვილი მოუგვარებელი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიო რეიტინგში პერიოდულად მე-11 ან მე-12 პოზიციებზეა, ბერლინშიც აღიარებენ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევები ბევრია. პრობლემის მეტნაკლებად შესამსუბუქებლად გერმანიაში რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს. ერთ-ერთია თავდაცვის სექტორის მნიშვნელოვანი გაძლიერება და მისი დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, რომლის შედეგადაც 2029 წლისთვის ბერლინი თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს დახარჯავს. გეგმის ნაწილია სამხედრო პერსონალის ბუნდესვერის რაოდენობის ზრდა ამჟამინდელი 184,000-დან დაახლოებით 270,000-მდე. ამ მაჩვენებლის მიღწევას კი გერმანია 2035 წლისთვის გეგმავს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, საგანგებო ვითარებაში მათ უნდა იცოდნენ, ვინ რჩება საზღვარს მიღმა დიდი ხნის განმავლობაში და ვის შეიძლება სახელმწიფო სამსახურში ყოფნა.